საპროტესტო აქცია დაბაწნორში აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე უძრავი ქონების გასხვისებას აპროტესტებენ და ახალ ხელისუფლებას შესაბამისი კანონმდებლობის შეცვლას თხოვენ. ადგილობრივთა მტკიცებით ბოლოს 3 თვეა უცხო ქვეყნის მოქალაქეები ალაზნის ველზე მიწებს მასობრივად ყიდულობენ. აქციის პარალელურად უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომლებიც პარლამენტში გაიგზავნება. ჩვენ არც ერთი მოქალაქის წინააღმდეგი არა ვართ სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ხალხის მოვიდნენ წავიდნენ ჩვენ მიწებითაც შეიძლება დროებით იჯარით რაღაცით ისარგებლოთ მაგრამ რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში რომ იყიდება ეს მიწები ქართულ გლეხებს არ აქვს იმის საშუალება რომ ის იმხელა გადასახადი გადაიხადონ 86 ლარის რაოდენობით გადაიხადონ მე მინდა ამით მოუწოდო ახალ ხელისუფლებას და ვთხოვო რომ ეს გადასახადი შეუმციროს ქართულ გლეხებს დადგეს შესაბამისი რაოდენობით შემდგომში როდესაც უკვე გაძლიერდებიან გადაახტევინონ კი ბატონო ეს 86 ლარი და დღესდღეობით როცა უჭის ქართულ მოსახლეობას და ქართულ გლეხს მიცენ ამოსულკის საშუალება და ნუ გაიყიდება ჩვენი მიწები ქართული გლეხი ნუ გახდება იძულებული რომ თავისი მიწა წყალი და თავისი მიწა საკუთრება გაყიდოს უცხოელ მოქალაქეზე. აქ მოგწევთ ჩვენი საშუალო უფლება მოგწევთ იმისა რომ ჩვენ დავამუშავოთ მიწა გაგვიეაფონ ყველაფერი. აი ესე რაც არის შეზღუდული ყველაფერი და უკვე თავს ზეიტრო წავიდა ნორმალზებით საწვავია თუ გადასახადია ჩვენ ეს დაგვიკვირდა და ჩვენ თვითონ გავაკეთებ. რატო შემოყავთ? ჩვენი ხალხი იქ რატო გარბის? ჩვენი ხალხი დაბრუნდება.